Fenomeni გვაქვს გამოსაცხადებელი. მეგობრებო, ანუ მოვაწერთ ორგანიზატორები რომ რა დაგვეციან. და შეუძლებელი მოქალაქე, ისაა გელაპარაკეთ. დიახ, პარლამენტის წინ ვართ, ახლა პაატა ბურჭულაძე სასტრაფო დახმარების ექიმებს გადაყავთ კლინიკაში, როგორც გვითხრეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ისინი პირველ დახმარებას უწევდნენ პაატა ბურჭულაძეს და აი ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება კლინიკაში გადაყვანის შესახებ. ახლა სასტრაფოს მანქანისკენ მიყავთ ის და როგორც ჩანს სასტრაფო მანქანით გადაიყვანენ უკვე კლინიკაში. ცადეთ გაგვერკვია პირადად ბურჭულაძესთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორი არის და რა აწუხებს, თუმცა გვეუბნება რომ ის თავს შეუძლოდ გზნობს და ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, ვერ გვესაუბრება. აი როგორც ხედავთ, ახლა სასტრაფო დახმარების მანქანაში სვამენ მას და წაიყვანენ საავადმყოფოში. ასე გადაწყვიტეს სასტრაფო დახმარების ექიმებმა, მას უთხრეს რომ უჯობესი იქნებოდა გადაიყვანოთ კლინიკაში და ბურჭულაძე მათ მიყვება. ვიცით რომ ის დიახ, ის ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდა. როცა ციტაკის სპრეი და მხუთავი აირი გაუშვეს, თუმცა ახლა მისი ცუდად ყოფნა უკავშირდება თუ არა ამას, თუ მას რაიმე სხვა აწუხებს, აი ეს არის ჩემთვის უცნობი, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მასთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ. ხალხო, ერთი წამი, არ გვიგადამულობ. დავისახოთ მისანი, ჩვენი თავარი მისანი და ხარისხა ის ბავშვები, გამოვიყვანოთ ყველგან. ამის საჭირო არის მეგაფონი ხალბატონებო. აქციის მონაწილეები არიან უკმაყოფილოები. ნაწილი ამ უკმაყოფილებას გამოხატავს ღიადად საჯარო განცხადებებით. ისინი მისული იყვნენ პოლიტიკოსებთან რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის წინ მყოფ პოლიტიკოსებთან. მურთაზოდელავა, ირაკლი ნადირაძე იქ იმყოფებოდა პაატა ბურჭულაძეც და მოითხოვდნენ ახსნა განმარტებას. რომ აეხსნათ რატომ განვითარდა პროცესები ისე როგორც განვითარდა. და ამ მომენტში მოხდა სწორედ აი ეს შემთხვევა, რომ მიიღეს ექიმებმა გადაწყვეტილება პაატა ბურჭულაძე კლინიკაში გადაიყვანეს და ამიტომ კომუნიკაცია მოქალაქეებსა და მათ შორის ვერ შედგა, თუმცა მოქალაქეების მთავარი პრეტენზია უკავშირდება იმას, რომ პროცესები არ წარიმართა ისე როგორც ამას ორგანიზატორები აანონსებდნენ, რომ დაანონსებული იყო, რომ აქცია დაიწყებოდა 4 ოქტომბერს და დასრულდებოდა დასახული მიზანი 4 ოქტომბერსვე. უკმაყოფილოები არიან გეგმით, რომელიც გამოაცხადეს ორბელიანების სასახლესთან გადასვლამდე პოლიტიკოსებმა. ახლა ხალხის ნაწილი სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება, სადაც სპეცრაზმიც არის, ტექნიკაც არის. მოქალაქეების ნაწილი კი იმყოფებიან პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე და აი ახლა ამ წუთში მეც მესმის გაბრაზებული მოქალაქეების შეიძლება ითქვას განცხადებები, რომლებიც ითხოვენ ახსნა განმარტებას და ახლა ფიქრი მიდის იმაზე და ფიქრობენ თავად მოქალაქეებიც როგორ უნდა მოიქცნენ.
너무